გამარჯობა ყველას და გამარჯობა მთლიან YouTube-ს. მე მქვია ანდრია, ვარ 11 წლის, ჩემი გვარი ეჯოლია, დავიბადე 2013 წლის 7 აპრილს, ქალაქ თბილისში. მე მინდა გადავიღო ვიდეოები YouTube-ზე. ეს ჩემი პირველი ვიდეოა და ძირითადად გადავიღებ გეიმინგს, როგორც ნიკათი MG-ღებს. მე ვითამაშებ PlayStation 5 Slim-ზე და აი ამ iPad 9-ზე თუ არ ვცდები. შეიძლება კარგად არ გამოვიდა кейსის მოხსნა რამდენიმე მილიწამში ან უცებ. ისე კარგად პაუზის გამო ხომ და ესეთი iPad-ია. დიდი არაფერი. ჩვეულებრივი iPad-ი არ გეგონათ რომ ეს სულ ბოლო და რამე ეგეთი ტექნოლოგიები ეფლის და მე ამერიკიდან გამომიგზავნეს და დედაჩემმა გამომიგზავნა ეს სახალხო საჩუქრად 2022 წლის 23 წელს 2022-23 წელს მატყუებდნენ რომ თოვლის ბაბუა მოიტანა იქ ცდილობდნენ დავიჯერო მაგრამ ამის ჩადენება დამავიწყდა ხო და კიდე ჩემ PlayStation 5 Slim-ი მამაჩემმა მიყიდა დაბადების დღის საჩუქრად მე iPad-ზე ვითამაშებ ძირითადად Roblox-ს და FC Mobile-ს და ჩემ PlayStation 5 Slim-ზე ბევრი თამაშები მაქვს და იმაზეც შეიძლება ვითამაშო ფასიანი და დისკიანი თამაშები 4 ფასიანი მაქვს და 3 დისკი ესაა Minecraft-ი, FC Mobile-ი და Spider-Man-ი. ეხლა არ გაგიჟდეთ იმაზე, რომ PlayStation 4-ის დისკია. PlayStation 4-ის დისკები მიდის PlayStation 5-ზე, ხო და ეგ მაღაზიაში არ იყო PlayStation 5-ის Minecraft-ი შეიძლება არცა PlayStation 5-ის, ხო და კიდე ვითამაშებ Fortnite ფასიანი თამაში კიდე Trick Towers-ი მაქვს და ის დიდი არაფერი შეიძლება ლოკალურად მე მეგობართან ერთად ვითამაშოთ 2 ჯოისტიკით მაქვს 2 DualSense-ი ხო და ხო კიდე ვითამაშებ მანდ Rocket League-ი მაქვს კიდე Fall Guys-ი დიდად არაფერია რამ კიდე კი არის ბევრი თამაშები ხო და მე ძალიან მომწონს ფეხბურთი. მე რო გავისები, მინდა ფეხბურთელი გავხდე მეკარე და რა დავდივარ იუნკერებში ეგეთი გუნდი არის და ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის ლიონელ მესი საყვარელი ქართველი ფეხბურთელი ხუჭა კვარაცხელია. კიდე მე მყავს მეგობარი იუთუბერი ერთი უკრაინელი ხო და გონი თავის სახელი არ უთქვია YouTube-ზე. მე კი მითქვია სტრიმი ჰქონდა Roblox-ში ხო და თავის სახელსაც არ სტრიმი რო ჰქონდა უბრალოდ ეკრანი ჩანდა ხო და მე ვიდეოებს გეიმინგს კი არიღებს რაღაც სხვა მაგალითად რეაქცია რამე ვიდეოებზე ან რამე იუთუბერზე რო ლაპარაკობს სხვადასხვა რაღაცებზე და მაგალითად არის ერთი იუთუბერი რუსია აი Roblox Queen-კა ქვია მგონი და ხო და მაგაზე ლაპარაკობდა რა კრინჟულს იღებს რა ხო ამბობს რომ ისეთია კიდე აქვს ვიდეო რეაქცია კრინჟულ ვიდეოებზე მან იმას ქნა რა ნახულობდა ვიდეოებს და რეაქცია ჰქონდა ან რამე სასაცილო ან რა ვიცი უფრო რამე იუმორით მაგალითად შეიძლება ეხლა ეს იუმორი ვერ გაიგოთ რასაც ვიტყვი ნახა ვიდეო ერთ კაცს უჭირავს ამხელა ხინკალი რა ხო და ანუ არსებობს ეგეთი და რუსი არის კაცი ვისაც ეკავა და თქვა როგორი შოუთ სანქტ-პეტერბურგში 3000 რუბლი ესა $30 3000 რუბლი რომ შეჭამთ ამ ხინკალსო და მაგან თქვა ჩემმა მეგობარმა
მე კარგ რჩევას მოგცემო. უბრალოდ იშოვე სამსახური. ხო და შეიძლება ვერ გაიგოთ რა ეს ხუმრობა. და ესეთი ვიდეოები მაგისი არხიც გამოიწერეთ ნეონგაი არის ხო თავის რაღაც კაც უნდა აქვს რა იმაზე თავი განახეთ თავის ავატარზე არის ეგეთი YouTube არხი ესეთი ნეონგაი ქვია ესე რო ჩაწეროთ ჯობია ზაღლუკა ნეონგაი 89997 იმიტომ რომ ნეონგაი რო ჩაწეროთ სხვა YouTuber-ებს ამოგიგდებს აი ეს ხო და ეგეთი ვიდეოები აქვს ორ სტრიმზე ვიყავი მე მაგის და უკრაინელია რუსულ ენაზე აქვს ყველაფერი მე რუსული ენა ძალიან კარგად ვიცი ინგლისური სულოდნად თითქმის არა ხო მე საზღვარგარეთ ქვეყნებში მარტო რუსეთში ვიყავი მოსკოვში ხო და მან 4 წლის ვიყავი 4 წლამდე წამოყვანდა სადმე დედაჩემი მოსკოვში რომ დედაჩემი იქ რომ ხო და ვიყავი რატომ და უბრალოდ მივდიოდი შეიძლება რამე საქმე ჰქონდა დედაჩემს მან და ვიყავი 4 ჯერ პირველად რო წამოყვანა ახალი დაბადებული ვიყავი მეორე 2 წლის ვიყავი მესამე 3 წლის ვიყავი მეოთხე 4 წლის ისევ 3 წლის ოღონდ უკვე მან 4 წლის გავხდი დაბადების დღე მან მქონდა მე 2022-23 წელი მან ვიყავი სახალწლოდ და მან მაჩუქეს ეს iPad-ი ხო და მე არ მინდოდა მან წასვლა ეხლა 2022-23 წელს რო ვიყავი უბრალოდ დამაცალეს რა ხო და ესეთი ცხოვრება მაქვს კიდე ხო YouTube არხზე კიდე დავდიოდი მე რობოტიკაზე და მან YouTube არხი გააკეთა ერთმა ბავშვმა და მან ვიღებდით ვიდეოებს ხო რამე ბლოგები ხედავდით რამე მოგონილს მან ისიც იყო პროგრამირება და Scratch-ში გავაკეთებდით რამე Scratch-ი ერთი სიმღერა გავაკეთეთ და მან სიმღერა მუსიკა ხო და მელოდია ავირჩიეთ და მაგ მელოდიის ქვეშ ამბობთ სუს ხო და ძალიან კრინჯული ვიდეოა რა ხო და ვიღებდით უსაშინლესი ხარისხით მაგ არხს ერქვა პროგრამირების ბავშვები მაგასაც განახებთ ანუ ის არხი გააკეთეს და ეხლა აქვს 12-13 გამომწერი ხო და ეგ არხი უკვე მოკვდა რა აღარ ვიღებთ ვიდეოებს მაგას აქვს მიზეზი სპეციალურად არა შემთხვევით იმიტომ რომ მან ჩემ მეგობარს რომელიც თავის ტელეფონზე იღებდა იმ ვიდეოებს და აკაუნტი ჰქონდა თავის ტელეფონზე გაუტყდა ტელეფონი ისე რომ უკვე აღარ კეთდებოდა და მე უყიდეს ახალი და იმ ტელეფონზე ხომ რო ჰქონდა YouTube არხი ის YouTube არხიც დაიკარგა და ვიდეოებიც უკვე დაიკარგა რა არის ოღონ ვეღარ ვიღებ და ჩაჩა ის არხი ისე ხო და მაგ არხს ქვია პროგრამირების ბავშვები და არის რაღაც ცოტა კრინჯულივით ხო და კრინჯულივით რა მართლა კრინჯს ვიღებდით ხო და მაგაზე ნუ ჯერ პირველ დღეებში 5 გამომწერი ყავდა ერთ კვირაში, მაგრამ შეიძლება ის 5 გამომწერი ისინი იყვნენ 5-ზე მეტი ვიღებდით მონაწილეობას ყოველს მახსოვს მან და შეიძლება ისინი იყვნენ ხო და რა ყველაზე დიდი ვიდეო 3 წუთი და რაღაც იყო და კრინჯი იყო. ეხლა განახებდი მარხს. ხო აი ეს ვიპოვე არხი 15 გამომწერი ყავს და მხოლოდ 5 ვიდეო. გეტყვით ამ ვიდეოების 5-ვე ვიდეო რაზე იყო. პირველი მოვიტანე მე ჩემი ნივთების სკოლაში და იქ საშაბათო სკოლა იყო და კიდე ერთმა ბავშვმა რაღაც მოიტანა. ის ნივთები იატაკზე დავაწყეთ და ერთი გადიოდა ოთახიდან და სხვები იმ ნივთებს ურევდნენ და ისე უნდა დაიწყო იმ ბავშვს ვინც გავიდა ის ნივთები, როგორც იყო, ჯერ უნდა დაემახსოვრებინა და
მეორე არის რაღაც თავისუფალი სკოლის ბლოგი, ბენთუქიცის სკოლაში დავდიოდი, მაგ არხზე ახლა და 5 ვესწრებით და მან სკოლის დათვალიერება, ოღონდ მან ძალიან პატარა ნაწილი დავათვალიერეთ, ხოლმე კიდე არის სიმღერა, რაღაცებს ვიღებდით, მე ეგ 3 კაპიტანიო ემალი ჩემალი წერია, მაგრამ და მამი და ელამი მან მღეროდი რეპი არის და ეს ის სუს რო არის და თვითონ ეს ის არის. ხო. ყველაზე დიდი ვიდეოსია ეს ყოფილა, ვაწვდი და რაღაც. კრინჯი იყო და ეს ვიდეო არის, სადაც მე ვიყავი თავარი, აი. აი Alıştı. Xoda cringe იყო. ეს ვიდეო მე რო თქვი სკრეჩში რო გააკეთეს. გონი რო თქვი ხოდა ეს სკრეჩში რო გააკეთეს მელოდია და იმას და სუს რომბა აი რაც არან კრინჯია ხონია და აი სადაც ყველაზე კარგად ჩანს ეს საშინელი კამერა რა სადა რაიცა მე შეცდომით მახსოვდა ეგრე რომ უსაშინლესი ხარისხი იყო ამ დროს არაჩვეულებრივი იყო და ამ ვიდეოში ბოლოში ამაში მთავარი მე ვიყავი ანუ ვიდეო სრულდებოდა ნახვამდი სყვირობდით და ბოლოში აი მე რა ვქენია დავასრულე მე ვიდეო კამერას ხელი გუჩი და გამოვიხდი. ხო. დღეისათვის ეს არისო. მე ცოტა ხნის წინ მე ვიყავი გოტას სახლში ესეთი ძალიან პოპულარული ქართული იუთუბერი არის, ძალიან პოპულარული, არაპოპულარული არის. ხო და მაგის სახლში და რანაირად მოვხდი. არანაირი გათამაშება ესეთი არისო და რაღაცა. ჩემი ბიძაშვილი არის მაგისი ოპერატორი. ხო და მაგისი ოპერატორი და ეგ რო გავიგე და მივხვდი გოტა რო არის ვიღაც პოპულარული და რაღაცა გუშინ კი არა, რამოდენიმე დღის წინ მაგის სახლში წამიყვანა და მან იყო გოტელას ქილა კიდე მსოფლიო ჩემპიონატიდან ჩამოტანილი ნივთები კატარში იყო მსოფლიო ჩემპიონატზე ევროპის ჩემპიონატიდან ხელმოწერილი 2 ბურთი კალათბურთის ერთი კალათბურთის მეორე ფეხბურთის საქართველოს ნაკრების საკალათბურთო და ფეხბურთის ნაკრების ხელმოწერებით ხო და ბევრი რამე იყო მან კიდე ხელმოწერებიც მაქვს და აი მაგალითად ამ ბლოკნოტში ეს ბლოკნოტი ერთი კვირის წინ ვიყიდე მგონი და მაქვს ხელმოწერებისთვის პოპულარული ხალხის და აი გოტასი ესეთი ხელმოწერა აქვს 135 კარას ნიშნავს 135,000 მაგრამ ეხლა შეიძლება პირიქით ჩანდეს როგორც სარკეში არ ვიცი რატომ მგონი ვერ გამოვასწორებ ხო და მეგობრებისთვის და კლასელებისთვისაც მაქვს კიდე და გოტამ ესეც მომცა ხელმოწერით კიდე შემხვდა გუგა ჰანგრიმენიდან მე Facebook გვერდიც მაქვს და მაგაზე მიდევს გოტასთან შეხვედრა და ისიც ფოტო გუგა რო ვნახე ჰანგრიმენიდან კიდე ჰიტა ვნახე ოღონდ იმეებზე უკვე არაფერი არ მაქვს Facebook-ზე არსად ჰიტა ვნახე იქ ექსკურსიაზე ვიყავი წასული კლასელებთან და მან საქართველოს თბილისის ბოტანიკურ ბაღში ვნახე იქ და კიდე ვნახე თორნიკე ჰანგრიმენიდან და
ტელეფონი არ ქონდა რომ გადამეყოს სურათი. ხიტას სურათი მგონი დაკარგული მაქვს, თორე მართლა მაქვს მაგასთან ფოტო. კიდე ბევრი წლის წინ მინახია ნიკათი ემჩიო ხო რომ სულიყავი სურათი გადამეყო რაღაც ვერა, იმიტომ რომ მანქანაში იჯდა და წავიდა. ხო და დღეისათვის სულ ეს იყო, თქვენთან იყო ანდრია გეიმსი და კარგად. და ჩემ ფირმული დამშვიდებ. ой, დამშვიდობება. აი, რატო არ ჭირდება? აი, ბუთი, აი, ხო.